კიდევ ვინმე? არ გინდა კიდევ ვინმე ნახო. კიდევ ვინმე. წაიღე. კიდევ ვინმე. იქვე ვცდილობ ვიღაცას დავეხმაროთ, რა ხდება? არ გინდა რომ ვინმე გარეთ გაიყვანა. ხო, ცუდად გამოიყურე. დიოსდადო კაბელო, ჩავისტური დიქტატურის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ძიმე ბრალდების ცენტრში აღმოჩნდა. ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის ფონზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორც ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების სამაშველო ჯგუფი წინსვლას ადამიანების გადასარჩენად, მაშინ როცა რეჟიმთან დაკავშირებულმა ხელისუფლებამ მათ შესვლა გადაუკეთეს. ამ სცენამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან ეს ხდება იმ დროს, როცა ოჯახები ჯერ კიდევ ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ახლობლებს, ბავშვები მშობლებს არიან დაშორებულნი. კარაკასსა და ლაგუაირაში შენობები ჩამოინგრა. დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 1400-ს გადააჭარბა, ხოლო დამოუკიდებელი მონაცემებით თითქმის 50,000 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ვენესუელაში გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა ოფიციალურმა რიცხვმა უკვე 1400-ს გადააჭარბა. გაეროს ინფორმაციით 50,000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. და დაახლოებით 1600-მდე უცხოელი მაშველი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან გაიგზავნენ, ამძაფრებენ სამძებრო სამუშაოებს. თუმცა პირველ დროებში ამ მისიას თავად მოსახლეობა ასრულებდა. საკმარისი დახმარების გარეშე ოჯახები საკუთარი ხელებით თხიდნენ ნანგრევებს, იმ იმედით, რომ იპოვიდნენ ნათესავებსა და მეზობლებსაც და ობლებსაც. მიწისძვრამ მხოლოდ ბეტონი, ქუჩები და საავადმყოფოები არ დააზიანა. მან გამოავლინა პოლიტიკური ჭრილობა, რომელიც წლებია აღჭობს ვენესუელელებს. როდესაც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება სწრაფი დახმარება, ჩავისტური ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლოს, ვინ შეიძლება დაეხმაროს, რომელი გზით შეიძლება გაიარონ და როგორ მიაღწევს დახმარება. სანამ უცხოური გუნდები, მოხალისეები და ადგილობრივები დროს ეჯიბრებიან, რეჟიმის ბიუროკრატია კიდევ ერთ ბარიერად იქცევა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. აქ ყავს საკმაოდ შეშფოთებული ადამიანი. გთხოვთ, თქვი თქვენი სახელი და გვარი. მე ვარ ნორაინა პერესი, კლინიკა გამულივეს დამლაგებელი და აქ ვარ შეშფოთებული, რადგან ჩემი 4 შვილი დაკარგულია. ჩემი ქალიშვილი არანცა ლოპესი ცოცხალი გამოიყვანეს, მაგრამ წაიყვანეს გვარით, რომელიც მისი არ არის, არანცა ვერ გარა. ის სოციალური დაზვავის სიაშია. ვეძებე ის კარაკასის ყველა საავადმყოფოში და ასევე არ ჩანს იქ, სადაც გადაიყვანეს. საერთაშორისო დახმარება გვჭირდება და მნიშვნელოვანია, რომ ეს გაიგონ, რომ ეს საერთაშორისო დონეზე გაიგონ. ვარგასის ბავშვებს იტაცებენ. ვარგასის ბავშვებს ართმევენ გვარებს და სხვა გვარებს აძლევენ, რომ წაიყვანონ. რატო ვერ პოულობენ ჩემს ქალიშვილს პერესკარენიოს საავადმყოფოში? წავედი მის საძებნელად და ვერ ვიპოვე. აქ ოპიოცი შვიდში ყველა მოწმის თქვით ის ერთადერთი არანცა ლოპესია იქიდან და იქიდან წაიყვანეს როგორც არანცა ვერ გარა. რა უფრო მნიშვნელოვანია ჩავიზმისთვის, სიცოცხლის გადარჩენა თუ კონტროლის შენარჩუნება? რატომ უშლიან ხელს მათ, ვინც დახმარებისთვის მოდის? როგორ შეიძლება ხალხს, რომელიც ნანგრევებში ამოყოლილი, ჯერ კიდევ სჭირდებოდეს ნებართვის თხოვნა დახმარების მისაღებად? ამასაც მალე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. დიოსდადო კაბელო, შინაგან საქმეთა მინისტრი და ჩავიზმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა განცხადებებში გამოჩნდა და მძღოლებს სთხოვდა გზა დაეთმოთ, გაეშვოთ. და ამბობდა, რომ ხელისუფლება პროტოკოლებს მისდევდა დახმარებისა და გადარჩენის პროცესის გასააქტიურებლად. მაგრამ სწორედ აქ იწყება ყველაზე აღმაშფოთებელი ნაწილი იმ ამბებისა, რომლებიც ვრცელდება. სანამ ოფიციალური განცხადებები პროტოკოლებზე საუბრობდა, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც თითქოს აშშ-ში სამაშველო ჯგუფს ბლოკავდნენ, როცა ისინი ერთ-ერთ დაზარალებულთან მისვლას ცდილობდნენ. ბრალდება მძიმეა, რადგან მიწისძვრის დროს ყოველი დაკარგული წუთი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს ვინმეს. აშშ-ში საფრანგეთის, კოლუმბიის, მექსიკის, შვეიცარიისა, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების ჯგუფები მობილიზებულნი იყვნენ სამძებრო სამუშაოებში დასახმარებლად. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენესუელაში 2600-ზე მეტი უცხოელი მაშველი ჩავიდა და შაბათ-კვირის განმავლობაში სულ მცირე 33 ადამიანი იქნა გადარჩენილი. პრობლემა ისაა, რომ დრო გადარჩენილთა წინააღმდეგ მუშაობს. მარშრუტთა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პირველი 72 საათი გადამწყვეტია ცოცხალი ადამიანების საპოვნელად. ამის შემდეგ გადარჩენის შანსი მნიშვნელოვნად მცირდება. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკური ბარიერი, დაგვიანება, გაურკვეველი ბრძანება ან კონტროლისთვის ბრძოლა სამაშველო ჯგუფებთან დაკავშირებით კიდევ უფრო სერიოზული ხდება. ეს აბსტრაქტული იდეოლოგია არ არის. ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც სუნთქავენ გაჭირვებით ბეტონის ქვეშ, ელიან ხმას, ფანარს, ხელს, იარაღს მომზადებულ ჯგუფს. ტრაგედიამ კიდევ ერთი საზრუნავი გააჩინა. ბავშვები, რომლებიც ოჯახებს დააშორეს.
ორგანიზაცია Save the Children-მა განაცხადა, რომ ბავშვები დაიღუპნენ, დაშავდნენ და ზოგიერთი მათგანი პასუხისმგებლებისგან გაიყო კარაკასსა და ლა-გუაირაში ევაკუაციის დრის დროს. ეს ინფორმაცია წონას სცენს ვენესუელელი დედის ბრალდებას, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ქალიშვილი გადაარჩინეს, მაგრამ შემდეგ გვარი შეუცვალეს და გაუჩინარდა. გთხოვთ, მჭირდება დახმარება ჩემი მეორე შვილით, აარონ ლოპესით, არა ედგარ ნოელ მატოს პერესით, 19 წლის ასევე ჩემი შვილი მაიკ ლოპესი, 6 წლის, რომელიც ასევე ცოცხალი გამოიყვანეს. მოათავსეს პოლიციის განყოფილებაში და ჯერ კიდევ არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი და უკვე ჩქუიდან ვიშლები, რადგან მოძებნეს ისინი საავადმყოფოებში. დიახ, ჩვენ ვეძებეთ. ჩემი ოჯახიც ეხმარება სოციალურ ქსელებში ჩემი 3 შვილის ფოტოებით. ჩვენ ვეძებთ პერეს კარენიოში, ყველგან ვეძებთ, ჰელიკოიდშიც კი ვიყავით და ჩემი შვილები არ ჩნდებიან. ისინი აქ იყვნენ ამ მისიონ ვივიენდაში. სამართლიანობა, დიახ, მე ვითხოვ სამართლიანობას, რადგან ჩემი შვილი მაიკი პოლიციამ წაიყვანა აქ, ლა-გუაირას შტატიდან. გმადლობ, გთხოვთ თქვა თქვენი სრული სახელი. დორაიმა იზაბელ პერეს აპონტე. კარგი. ასეთი მასშტაბის კატასტროფების დროს უმეთვალყურეო ბავშვები დაუცველები ხდებიან შეცდომების, უყურადღებობისა და დანაშაულის მიმართ. და ვენესუელაში, სადაც დახურული სისტემა და საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობაა ინსტიტუტების მიმართ, ნებისმიერი გვარის შეცვლა ან გადაყვანა ახსნა განმარტების გარეშე დიდ ეჭვს იწვევს. ვენესუელელი ოჯახები იყენებენ სოციალურ ქსელებს, მესიჯების ჯგუფებს და დამოუკიდებელ რეესტრებს, რათა მოძებნონ ნათესავები. Associated Press-მა აჩვენა, რომ ვენესუელელები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ავრცელებენ დაკარგულთა ფოტოებს, სახელებსა და ინფორმაციას, რადგან ოფიციალური კომუნიკაცია ვერ უმკლავდება მათ ტკივილს. ზოგიერთმა დამოუკიდებელმა რეესტრმა 10,000-ობით გაუჩინარებული ადამიანი ჩამოთვალა. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ ვებგვერდზე კვირას თითქმის 50,000 გაუჩინარებული ადამიანი იყო დარეგისტრირებული. მთავრობა კი გაცილებით ნაკლებ გაუჩინარებულ ან მიწისქვეშ მოყოლილ ადამიანებზე საუბრობდა. ეს განსხვავება ოფიციალურ მონაცემებსა და ოჯახების ჩანაწერებს შორის ტრაგედიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნიშანია. რეჟიმისთვის ეს შეიძლება სტატისტიკა იყოს, დედისთვის ეს ქალიშვილია, მამისთვის ბიჭი. ძმისთვის ეს არის ვიღაცა, ვინც შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხალია და გადარჩენას ელოდება. როდესაც სახელმწიფო ზედმეტად აკონტროლებს ინფორმაციას და ნაკლებ პასუხს იძლევა, მოსახლეობა იწყებს დამოუკიდებლად ძებნას იმის, რაც სწრაფად უნდა მიეღოთ. საავადმყოფოების სია, გადარჩენილების სახელები, თავშესაფრების ადგილები. ლა-გუაირა გახდა კატასტროფის ყველაზე ძლიერი სახე. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რეგიონში 100-ზე მეტი შენობა დაინგრა და 10,000-ობით ოჯახი დაზარალდა. კამერა ზემოდან აჩვენებს ლა-გუაირაში განადგურების მასშტაბს. მთელი კვარტლები გადაიქცა ბეტონისა და დამახინჯებული რკინის გორებად. ადგილზე კი ბრძოლა დროსთან მიმდინარეობს. ახალი უცხოური სამაშველო ჯგუფები კვლავ ჩამოდიან სამძებრო სამუშაოების გასაძლიერებლად. სად ხარ შენ? გარადის გვერდით ხარ. პასუხი თითქმის არ ისმის. ეს არის 11 თვის მოისეს ხმა. 6 საათის ნაზვი ოპერაციის შემდეგ ბიჭი ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს. დედა და და, რომლებიც მის გვერდით იპოვეს, ჭრილობებს ვერ გადაუჩნენ. არაბალედას სანაპიროზე მამა და შვილი 4 დღე იყვნენ დამარხულების შენობის ნანგრევებში. დაქანცულები და შოკის მდგომარეობაში მყოფები ორივე ფრანგმა და ამერიკელმა მაშველებმა გამოიყვანეს. იმ დროს, როცა მოხალისეები გზას ხსნიდნენ სასწრაფო დახმარების მანქანამდე. გმადლობთ. ამ 9 თვის ბავშვის ტირილმა ესპანელი მეხანძრეები ჯგუფი მიიყვანა. ყოველი გადარჩენილი ადამიანი ახალი იმედის ტალღაა. მაგრამ ბევრი ოჯახისათვის მოლოდინი გრძელდება. ადგილობრივები და მოხალისეები ქმნიან ცოცხალ ჯაჭვებს, რათა არ მისცენ მანქანებს ტერიტორიის დატოვების უფლება და ხელისუფლებისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვენ. მეტი მხარდაჭერა გვინდა. გვინდა ტექნიკა. ამ დროს 1000-ობით ადამიანს არ აქვს სად დაბრუნდეს. ოჯახების ძინავთ მანქანებში, დროებით კარვებში, სკოლებში და თუნდაც გოლფის მინდვრებზე, ახალი ჩამოგრევების შიშით. სუზანა ერთ-ერთი გადარჩენილია. შენობა, სადაც ის ცხოვრობდა, ჩამოინგლა. რამდენიმე წამში მას შემდეგ, რაც მეზობლების დახმარებით გამოსვლა შეძლო. მან დაკარგა ყველაფერი, რაც პენსიის ფულით ჰქონდა ნაკიდი. მაგრამ ასეთი განადგურების ფონზე ის აჯამებს იმ ადამიანების გრძნობას, ვინც გაქცევა შეძლო. ამ პენსიით ვიყიდეს არის მანქანა, კონდიციონერი და ტელევიზორი. ეს ყველაფერი ოცარიელი, მაგრამ სიცოცხლე, მაქვს სიცოცხლე და ეს ნივთები შეიძლება ავიდეს, მაგრამ სიცოცხლე არასოდეს აფლებება. ამერიკის შეერთებული შტატების პასუხით შევიდა კრიზისის პოლიტიკურ ცენტრში. ამერიკელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა სამძებრო ჯგუფების სამედიცინო დახმარებისა და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა. საწყისი დაპირება იყო 150 მილიონი დოლარი ახალი დახმარების პაკეტების მოლოდინით.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პასუხი იქნება მასშტაბური, სწრაფი და ეფექტური იმ ხალხისთვის, რომელიც წლებია ეკონომიკური კოლაფსით, მასობრივი მიგრაციითა და საბაზისო სერვისების მიტოვებით იტანჯება. საგარეო დახმარების მიღება უნდა აღიქმებოდეს როგორც დაუყოვნებელი შვება და არა როგორც მუქარა რეჟიმის კონტროლზე. სხვა ქვეყნებმაც ასევე შესთავაზეს დახმარება. ბრაზილია, მექსიკა, ელ-სალვადორი, კოლუმბია, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, გერმანია, ჩინეთი და სხვა დელეგაციები დასახელდნენ საერთაშორისო ძალისხმევაში. სხვაობა ისაა, რომ შეერთებული შტატების ყოფნას უფრო დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩავიზმი ყოველთვის იყენებდა ანტიამერიკულ რიტორიკას შიდა კონტროლის, პოლიტიკური დევნისა და იზოლაციის გასამართლებლად. მაგრამ ჩამონგრეული შენობებისა და დაკარგული ბავშვების ფონზე ეს რიტორიკა ძალას კარგავს. არავინ, ვინც ნანგრევებშია მოყოლილი, არ კითხულობს, რომელი ქვეყნის დროშაა მეხანძრის უნიფორმაზე. ვინც ნანგრევებშია გაჭედილი, უბრალოდ ცოცხლად გადარჩენა უნდა. დიოსდადო კაბელიომ სცადა სიტუაცია წარმოეჩინა როგორც პროტოკოლებით ორგანიზებული ოპერაცია, მაგრამ ბევრი ვენესუელელისთვის პოლიტიკური სურათი სულ სხვაა. იგივე ჯგუფი, რომელმაც წლების განმავლობაში აკონტროლებდა ქვეყანას, ახლა უკვე სამაშველო ოპერაციის კონტროლით სურს. მიწის ძვრის მომენტის ვიდეო, სადაც შენობები თითქმის მხისიერად იწყებენ დანგრევას, არჩვენებს დარტყმის სიმძიმეს. მზადების დრო არ იყო. ადამიანები მოულოდნელად აღმოჩნდნენ სახლში, სამსახურში, ქუჩაში და შენობებში, რომლებიც წლების სტრუქტურული კრიზისის გამო უკვე დასუსტებული იყო. მიწისძვრამ დაარტყა ერს, რომელსაც უკვე ჰქონდა სუსტი საავადმყოფოები, არასტაბილური საჯარო სერვისები და დაღლილი მოსახლეობა. სანამ სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, ზეწოლა იზრდება კაბელოზე და მთლიანად რეჟიმის სტრუქტურაზე. ვინც ასეთ მასშტაბურ ტრაგედიაში დახმარებას უშლის ხელს, მხოლოდ მართლობაში არ ცდება. ის ირჩევს კონტროლს მაშინ, როცა სიცოცხლე უნდა აირჩიოს. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭერეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.